შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საბჭო 2013-2016 წლების თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის სამთავრობო სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ქობულეთში სასულიერო ჯორჯია პალაში ამ წუთებში მიმდინარეობს, 7 სამინისტროს უფლებამოსილი პირი, არასამთავრობო ორგანიზაციები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საბჭოს წევრები მონაწილეობენ. გეგმის მიხედვით ყველა ის პრობლემა, რომელიც აღნიშნულ პირებს კომპლექსურად აწუხებს, სამომავლოდ გათვალისწინებული და მოგვარებული იქნება. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ძირითადი პრობლემა არათანაბარ პირობებში ცხოვრება და არახელმისაწვდომი ინფრასტრუქტურაა. გარდა ამისა, საბჭოს წევრები საზოგადოებისგან სათანადო დამოკიდებულებას ითხოვენ. გეგმის შემუშავებაში 53 არასამთავრობო ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს. ამაზე არსებობს საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. აღნიშნული საბჭოს 3 თვეში ერთხელ იკრიბება და პრობლემების გაუმჯობესებაზე სტრატეგიას ამუშავებს. შეხვედრა დღის ბოლოს დასრულდება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით კი თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 1 თვეში ამოქმედდება. სამუშაო დაიწყო ძალიან საინტერესოდ თემები არის, რომელიც კონკრეტდება და ალბათ იმედი გვაქვს, რომ სულ ცოტა ხანში მთავრობას ექნება ძალიან რეალისტური, მე კიდევ ხას უსვამთ ჩვენ იმდენი ხანი იმიტომ გაიწერა პროცესი, რომ ძალიან რეალისტური, ასე ვთქვათ, მივიღოთ სამოქმედო გეგმა. ეს დოკუმენტი არის კომპლექსური, ფაქტობრივად მოიცავს ყველა სფეროს და ყველა მიმართულებას, დაწყებული სოციალური დაცვიდან, დამთავრებული სპორტისა და კულტურის ღონისძიებებით, სფეროთი და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ყველა ცხოვრებაში შემავალი ყველა მიმართულებას, ყველა უფლებას შეზღუდული შემოწყობილ პირთა მიმართ ვფიქრობ, რომ ამ მთავრობის სამოქმედო გეგმით უნდა დაკმაყოფილდეს.